Sky News-ის მიხედვით ვენესუელასა და მისი მძიმე ნავთობის კონტროლი ამერიკისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მსოფლიოში ნამდვილად არის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი, მისი რესურსების უმეტესობა მხოლოდ მსუბუქი ნავთობი არის. ხოლო ამერიკის გადამამუშავებელი ქარხნები, მაგალითად ტეხასსა და ლუიზიანაში 10 წლეულების წინ სპეციალურად მძიმე ნავთობისთვის აშენდა, რაც დიზელის, ავიასაწვავისა და ასფალტის მისაღებად არის საჭირო. ხოლო ვენესუელა, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი 303 მილიარდი ბარელი რეზერვი აქვს, შეგახსენებთ, რომ ეს მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობა და მარაგი არის ნავთობის, ამერიკის კონკრეტული ქარხნებისთვის ეს არის იდეალური შესაძლებლობა. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციის გათვლით ვენესუელას ინფრასტრუქტურის აღდგენა და წარმოების 2-3 მილიონ ბარელამდე გაზდა მნიშვნელოვნად შეამცირებს ამერიკის დამოკიდებულებას კანადურ და მექსიკურ იმპორტზე. ანუ რას ვიგებთ მეგობრებო, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შევარდა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ვენესუელაში და გაიტაცა მისი პრეზიდენტი, არის წმინდა ეკონომიკური ინტერესები და ეროვნული ინტერესები მათ შორის. ანუ ფული მარტივად რო ვთქვათ.